ადამიანი რომელიც არ მარხულობს აწარმოუდგენელია, იმიტომ რომ რატომ არის რომ რატომ უნდა ცეთო ადამიანმა მარხვის ჭაღარას პატივი, იმიტომ რომ მარხვაო ყველაზე ძველი რამა რაც კი ცნება მიეცა ადამიანს, იმიტომ რომ მარხვა არის ადამიანის დაბადებიდან. როგორც კი ადამი გააჩინა ღმერთმა მიწას და მოავნა ქვეყანას, ანუ ადამიანის დაბადებისთანავე დაიბადა მარხვა. იმ წამსვე დაიბადა მარხვა. უთხრა ადამს ღმერთმა რომ აი ამ ხილისაგან არ უნდა ჭამო, ანუ დაუდო მცნება, დაუდო მარხვა. და მარხვის დარღვევამ ადამი გამოაძევა 60-დან. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყველა ქრისტიანმა გაიაზროს თუ რატომ მარხულობ და რისთვის მარხულობთ. რას ნიშნავს მარხვის დარღვევა? მარხვის დარღვევა ნიშნავს იმას, რომ შენ საკუთარ თავს აკლებს 60-ს. ანუ შენ შენინებით გამოდიხარ 60-დან და შენ 60-ში ვერ დამკვიდრდები. თუ წარმოუდგენელია მარხვის გარეშე ეს ვერ მოხდება. აი ხშირად მომისმენი ადამიანები მესაუბრებიან ხოლმე რომ აი მამაო ქრისტეს გარეშე რა ადამიანი ვერ ცხონდება თუ კეთილია, თუ წესიერია, პატიოსანი, ამდენ სიკეთებს აკეთებს, რამდენჯერ თქვენ დაგისვენთ ეს კითხები, ხო აი ხედავ ადამიანს რომ ძალიან წესიერია, ძალიან კარგია, ამდენ სიკეთებს აკეთებს და აი როგორ შეიძლება ახლა ეს ადამიანი ქრისტეს გარეშე ან მარხვის გარეშე ცხონდეს და ქრისტიანბოსო ვერ ცხონდება. ადამი ძალიან წესიერი იყო, ადამიანს არაფერი გაუკეთება და არ უბრალოდ არაფერი ისეთი არ დაუშავებია. გუშინ გასვენებაში ვიყავი, წასულები გორში და ზაში საუბრობთ 10 კაცულის იგავის შესახებ. ხშირად ეს იგავი ბოლომდე არ მესმოდა ხოლმე, წარმოგიდგენთ, რაღაც ვერ ვიგებდი და ნენელა უფრო შემოვიდა ეს იგავი, უფრო და უფრო ხტები ამ იგავის არს და იმას. წარმოგიდგენთ, ყველას გახსოვთ ხო 10 კაცულის იგავი, რომ 10 კაცული ემზადებოდა, მეორედ მოსვლა მაცხოველა მოსულიყო და ეს 10 კაცული ემზადებოდა ამისთვის. ხუთმა მათგანმა მოამზადა ეს ლამპარი, ანუ მოამზადა ზეთი, ჭურჭლით, ყველაფერი გაამზადა. ამ ხუთმა არ მოამზადა. ქალწულები იყვნენ, წმინდები იყვნენ, ანუ ისინი არაფერს არ აშავებდნენ. ძალიან წმინდა და ძალიან სწორად ცხოვრობდნენ. ერთადერთი აი ეს მარხვა, ეს ყველაფერი მოაკლეს საკუთარ თავს. აი როცა კითხავს ამენ, აი ვერ ცხონდება ესა, ვერ ცხონდება, ვერ გადარჩებია. და როცა მოვიდაო ჟამიო და როცა მოვიდა უკვე მეუფე, მათ უკვე ეს ლამპრები უქრებოდათ და თხოვესო ამ ხუთსო რომ მოდიო თქვენი ლამპრები და მოგვეციო თქვენო ზეთიო და მათ მოთხეს არაო ვერ მოგცემთ, იმიტომ რომ არ ჩვენ გვეყოფა და არც თქვენ გყოფათო. და ეს თქვენ უნდა გამოგემუშავებინათ. აი ზოგჯერ როგორ არის ადამიანს გონია სხვის ხარჯზე, აი ჩემთვის თუ ამთხოვე, აი მამო იცი და აი შენ ხომ მყავხარ და შენ მაცხონებ, ახლა მე ისე ვიცხოვრებ რა. მე ვერ გაცხონებ და ვერავინ ვერ გაცხონებ შენ. ჩვენ ყველანი ღმერთთან რო წავდგებით, მარტო წავდგებით ღმერთთან. არც არავის დანაშაულის გამო ვიღაცა შეიძლება ამოსხოვ იცი და ისო ესე რომ მომექცა, იმიტომ ვიქცევი ესე. ესეც არა გამართლება. შენ შენაგებ პასუხ შენ ცხოვრებაზე. შენი ზეთი უნდა კონდეს, რითაც შეხვდის წინაშე წარდგები. ესე ვერ წარდგები შეხვდის წინაშე. ღმერთთან რო წარდგები, ღმერთი არ კითხავს იმას, აი ვინ როგორ მოგექცა, ღმერთი კითხავს შენ როგორ მოეკეცი. ადამიანმა გაგიკეთა ბოროტება. ადამიანმა მოგექცა საშინლად. მერე შენ როგორ მოიქეცი. ადამიანმა გაგიკეთა სიკეთე, გადაყვა, უამრავი პატივი იქცა. და შენ მერე როგორ მოიქეცი. აი შენ რა გააკეთე? ის იმისია, ეს სიკეთე იმისია. იმან გაგიკეთა სიკეთე, ეს მას ეკუთვნის ეს სიკეთე. შენ არ გეკუთვნის ეს სიკეთე. შენ გეკუთვნის ამ სიკეთის სწორად მიღება და სწორად დაფასება. და თუ მისი სიკეთე არ დაგიფასებია, მერე არ იმან რო გააკეთა შენთვის სიკეთე, შენთვის რა ამაგით. შენ არაფერი არ მიიღე, ეს მან მიიღო. ადამიანი რო გაგინა და გლანძღა და შევარწყო რა მოგაყენა და დაგამცირა. შენ რა დაგაყდა ამათ, იმას დააყდა. ის თვითონ დამცირდა ამით, იმიტომ რომ მას შეუულია რომ გაგინოს, მას შეუულია რომ მოგატყუოს, მას შეუულია რომ დაგამციროს. და როცა შენ ესი არ იქცევ, როცა შენ იქით ადამიანს არ ამცირებ, შენ რითი ხარ დამცირებული. და თან აი ამ კითხვას ადამიანები სვამენ, რომლებიც საკუთარ თავს ქრისტიანებს უწოდებენ. და ქრისტე როგორ მოიქცა? თუ ქრისტეს გზის გავლა გვინდა, ქრისტე როგორ მოიქცა? ქრისტემ ეს ყველაფერი გააკეთა, ქრისტემ დაითმინა. ქრისტემ მოითმინა. ქრისტემ თვითონ იმარხულა. მას ეს მარხვა არ ჭირდებოდა, მან თვითონ შეძლო. მან იცოდა ეს მარხვის ჭაღარა როგორი არის ეს მარხვა. რამდენად მნიშვნელოვანია მარხვა ადამიანისათვის, რომ მარხვის გარეშე ადამიანი ვერ გადარჩება, ვერ ცხონდება ადამიანი მარხვის გარეშე. და ადამიანი საკუთარ სულს უნდა აძლიერებდეს.